ანასტასია თვალავაძე 12 წლის. სწავლობ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა, ფიგურული სრიალი და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფიგურული სრიალი. უკვე 1 წელია დავდივარ ყინულის სასახლეში. სამწუხაროდ ახლა რემონტია და იძულებითი შესვენება გვაქვს. მახსოვს პირველი დღე ყინულის სასახლეში რომ მივედი. ჯერ სპეცმასწავლებელთან დავიწყე ინდივიდუალური ვარჯიში. 1 კვირის მერე გადავედი ძირითად ჯგუფში. სწავლის პერიოდში ბევრჯერ წავიკეცი, მაგრამ არ შემშინებია. ყველაზე რთული იყო ახტომა და ტრიალი. ყველაზე ადვილი იყო უკან სრიალი. შეჯიბრება ჯერ არ მქონია და მინდა მქონდეს. მე მინდა გავხდე საქართველოს ჩემპიონი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. მანდა მაინც პიანინო იმიტომ ავარჩიე, რომ ჩემი კლასელი დადიოდა და მეც მომიტა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან მომეწონა. კარგად დავუკარი, ბევრი ხალხი ესწრებოდა და ძალიან მოეწონა. კონცერტის შემდეგ დედიკომ მაჩუქა ყვავილები. ყვავილებიდან მე ვგავარ უეკლო ვარდისფერ ვარდს. სხვათა შორის დედიკოც უკრავდა პიანინოზე და მეც ამანაც მომანდობა მუსიკალურში შესვლა. ჩემი დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი, ცოტა მკაცრი და ძალიან საყვარელი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო მთელს დედამიწაზე. მე ასევე მყავს 4 წლის ძალიან საყვარელი და, რომელსაც ქვია ანიტა. ის არის ლამაზი, საყვარელი, პრანჭია და ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის, როცა მე ტელეფონზე ვლაპარაკ. მანდამაინც ჩემს გვერდით დგება და ხმაურობს. სხვათა შორის ახლა აქაა, მელოდება და თუ გინდაც გაგაცნობთ. აი ეს არის ჩემი ლამაზი დაიკო ანიტა. ჩემი აზრით ანიტა რო გაიზრდება, გამოვა მსახიობი. ახლა მინდა ვიყო 2 წლის, იმიტომ რომ მენატრება ჩემი ბავშვობა. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლიზი მგელაძე. ყველაზე ჭკვიანია საბა ჯიჯავაძე. ყველაზე მშვიდია მაიკო ბალიაშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია ბარბარე კუპრავა. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე კორეული ენა. საყვარელი მასწავლებელია ეკა ვანაძე. იმიტომ რომ ძალიან საყვარელი, ლამაზი, ჭკვიანი და თბილი ადამიანია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ინგლისურის მასწავლებელი და მოციგურავი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მსახიობი. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავდივარ ხატვის წრეზე. ყველაზე ხშირად ვხატავ მზის ჩასვლას. შედარებით მირთულდება ადამიანის სახის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის თეთრი და არ მიყვარს მუქი მწვანე. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ჩემს საუკეთესო მეგობარ ლიზი მგელაძეს. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია კალმარის თამაშები. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს მამას გავაცოცხლებდი და ადამიანები გახდებოდნენ უკვდავები. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ინგლისში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას, რა მერქმევდა? მე ანასტასია დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას, მერქმევდა მარი. ჩემს შვილებს დავარქმევ ნინის და ლუკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. ვიმოგზაურებდი მე-20 საუკუნის საქართველოში. ბედნიერება არის კარგი მეგობრები, კარგად ცხოვრება და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.